მოგესალმებით მეგობრებო, მოვედი კიდევ ერთი საჯარო გაშლით. რა მესიჯი აქვს სამყაროს თქვენთვის? პირველი ვარიანტის შემთხვევაში, რა არის მთავარი გზავნილი, რომელიც ახლა უნდა გაიგოთ? მეორე ვარიანტი, რა არის მთავარი გზავნილი, რაც ახლა უნდა გაიგოთ? ისევ ჩვენი სამაჯურებით შეგიძლიათ აერჩიოთ ვარიანტი. იმედი მაქვს არჩიეთ, დავიწყოთ პირველიდან. რა არის მთავარი გზავნილი, რომელიც ახლა უნდა გაიგოთ? თქვენი მთავარი გზავნილი იქნება ის, რომ თუ თქვენ გაორებული ხართ, არჩევანს ვერ აკეთებთ, ან რაიმე ორ არჩევანს შორის გაქვთ ასარჩევის სიტუაცია და არ იცით რა გადაწყვეტილება მიიღოთ, თქვენი მთავარი გზავნილი იქნება, რომ კარგად დაუკვირდეთ რა გსურთ, რა იქნება უფრო მეტად სწორი და ისე მიიღოთ გადაწყვეტილება. ასევე შეიძლება თქვენი მთავარი გზავნილი იყოს ის, რომ დაუკვირდეთ თქვენს ემოციებს და დაუკვირდეთ ასევე იმ რეალობას, რასაც შეიძლება ვერ ხედავდეთ, ვერ ამჩნევდეთ და უფრო კარგად გაერკვეთ სიტუაციის არსში, რაც ახლა თქვენთვის შეიძლება იყოს საპრობლემო. შემდეგი შეკითხვა დავსვათ. რა გავლენას ახდენს ეს გზავნილი თქვენს ცხოვრებაზე? თქვენს ცხოვრებაზე შეიძლება ეს გზავნილი გავლენას ახდენდეს იმ კუთხით, რომ უფრო მეტად დაგანახოთ არსებულ სიტუაციაში, უფრო მეტად ყურადღება გააკეთოთ იმაზე, თუ ვისთან გაქვთ ურთიერთობა, თუ თქვენ ურთიერთობაში ხართ და ვინმე მესამე პირი ერევა თქვენს ურთიერთობაში, შეიძლება ამაზეც იყოს საუბარი. შეიძლება ეს გზავნილი იმისთვის გამოგეგზავნათ, რომ შეამჩნიოთ ვინმე თქვენზე უფრო მეტად განსწავლული ადამიანი, რომელსაც შეიძლება რომ რჩევა გკითხოთ და ის გაითვალისწინოთ, თუ რაიმე არჩევანს ვერ აკეთებთ უკეთეს შორის. ასე რომ ვფიქრობ, საკმაოდ დადებითი გავლენა უნდა გქონდეს ამ გზავნილს თქვენთვის. რა უნდა გააკეთოთ ამ ინფორმაციის მიღების შემდეგ? ამ ინფორმაციის მიღების შემდეგ თქვენ უნდა იყოთ აუცილებლად სამართლიანი, განსაზღვროთ, რომ აუცილებლად სწორად იქცევით და სამართლიანი საკუთარი თავის და სამყაროს მიმართ. ნებისმიერი არჩევანი გააკეთეთ სამართალიდან გამომდინარე. მოусმინეთ თქვენს გულს, თქვენს ინტუიციას და აუცილებლად იმოქმედეთ სამართლიანად.
რა დაგეხმარებათ ამ გზავნილის გააზრებაში? ამ გზავნილის გააზრებაში თქვენ შეიძლება დაგეხმაროთ რაიმე მტრული სიტუაცია ან გარემო, სადაც ახლა იმყოფებით, სადაც შეიძლება თავის დაცვა გიწევდეთ გარშემო პირებისგან. საკმაოდ დაძაბულ ენერგიებში შეიძლება იყოთ, რაც დაგეხმარებათ ამ გზავნილის გააზრებაში. დაგეხმარებათ საკუთარი თავის დაცვა, საკუთარი ინტერესების დაცვა. მეხუთე შეკითხვა დავსვათ, როგორ შეგიძლიათ უკეთ დაინახოთ შესაძლებლობები თქვენს გარშემო? თქვენ ნამდვილად შეგიძლიათ შესაძლებლობები უკეთ დაინახოთ თქვენს გარშემო, ამისათვის ჯერ უნდა დაინახოთ ის თუ რა გაბრკოლებთ და რა ბარიერები გაქვთ. და როდესაც ამ დაბრკოლებებს და ამ ბარიერებს გადალახავთ და უკეთესად დაინახავთ სიტუაციას ისეც როგორც არის, უფრო კონკრეტულად დაინახავთ ფაქტებს და უფრო ნათლად გამოჩნდება თქვენთვის სიტუაცია, შეგიძლიათ უკეთესად დაინახოთ თქვენი შესაძლებლობები, ის თუ რა შეგიძლიათ, როგორ შეგიძლიათ საკუთარ თავთან მიმართებაშიც და სხვა ადამიანებთან მიმართებაშიც. პირველ ვარიანტს დავიმშვიდობები, გადავიდეთ მეორე ვარიანტზე. რა არის მთავარი გზავნილი, რომელიც ახლა უნდა გაიგოთ? მეორე ვარიანტისთვის ვიტყოდი, რომ თქვენი მთავარი გზავნილი არის თქვენი საკუთარი თავის ძიება, თქვენი საკუთარი შინაგანი მეს პოვნა, თქვენი სულიერი განვითარება და თქვენი სიბრძნე. თქვენ უკვე ამ გზაზე ხართ, თქვენ ნამდვილად ეძებთ თქვენ საკუთარ თავს, შეიძლება აღმოჩენებს აკეთებდეთ, შეიძლება ამჟამად რაიმე ნებისმიერ ფილოსოფიურ ან ფსიქოლოგიურ საკითხებს იძიებდეთ. ამიტომ ვფიქრობ, რომ თქვენთვის მთავარი გზავნილი ამ შემთხვევაში არის ის, რომ თქვენ ხართ გზაზე, როდესაც შეგიძლიათ აღმოაჩინოთ საკუთარი თავი. რა გავლენას ახდენს ეს გზავნილი თქვენს ცხოვრებაზე? ეს გზავნილი თქვენს ცხოვრებაში გაძლევთ უფრო მეტ სტაბილურობას, მეტ სიმყარეს, ასე ვთქვათ, მიწაზე მყარად დგომის შესაძლებლობას გაძლევთ, ემოციურადაც უფრო მყარად, მატერიალურადაც უფრო მყარად იდგებით და საკუთარი თავის ფასსაც უფრო მეტად სწავლობთ. რა უნდა გააკეთოთ ამ ინფორმაციის მიღების შემდეგ? ამ ინფორმაციის მიღების შემდეგ ვფიქრობ, თქვენ უფრო მეტად უნდა დაუკვირდეთ საკუთარ ემოციებს, საკუთარ შესაძლებლობებს, იმას თუ რა გსურთ რეალურად და მიყვეთ თქვენს სურვილებს. რა გეხმარებათ ამ გზავნილის გააზრებაში?
ამ გზავნილის გააზრებაში თქვენ დაგეხმარებათ შანსი, რომელსაც სამყარო გაწვდით ნებისმიერი სახით, ნებისმიერი ფორმით და ენერგიით. ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი ცოდნის სახით, ენერგიის სახით და შესაძლებლობების სახით. როგორ შეგიძლიათ უკეთ დაინახოთ შესაძლებლობები თქვენს გარშემო? თქვენ თუ არ იქნებით ორიენტირებული რაიმე კონკრეტულ საკითხზე, რაიმეზე ჩაბღაუჭებული, თქვენ შესაძლებლობა მოგეცემათ, რომ იფიქროთ უფრო მასშტაბურად, არ გირჩევთ ვიჯაჭვულობას რაიმე ერთ კონკრეტულ საკითხზე, ფიქრობ, შეგიძლიათ უფრო მეტად კარგად შეიგრძნოთ თქვენი შესაძლებლობები, თუ თქვენს ცხოვრებაში შემოიტანთ მრავალფეროვნებას, არ ჩაეჭიდებით რაიმე კონკრეტულ მოვლენას ან ნებისმიერ სიტუაციას, ასე რომ თქვენ ნამდვილად გაქვთ შანსი, რომ განვითარდეთ სულიერად, მატერიალურად, ემოციურადაც, ნამდვილად ცხოვრებას გიწვდით ამ შანსს, შეგიძლიათ არ ჩაებღაუჭოთ მოვლენებს, რაღაცეები გაუშვათ და ასე უფრო მეტად დაინახავთ საკუთარ შესაძლებლობებს. იმედი მაქვს, რომ ორივე ვარიანტი მოგეწონათ, გემშვიდობებით, დროებით.